როგორ შეაფასებდი იმ კომენტარებს, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიახ, ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს ხო მთელი ერი ერთიანდება, არა მარტო საქართველოში, ყველა ნორმალურ საქმეს, ყველა ხალხი ერთიანდება და მინიმუმ ცხადდება მორატორიუმი პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთთავდასხმაზე, ხო? და ყველა არის შეძრული. და ასეც უნდა ყოფილიყო დღეს, თუმცა არ ვიცი რა ძალამ აიძულა ხელისუფლების წარმომადგენლები გაეკეთებიათ ის განცხადებები, რომლებიც გააკეთეს. ხო, ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ მართლაც გვესაუბრა რა არის ამ სიღარიბეს გამომწვევი მიზეზები, რაც მე ხშირ შემთხვევაში ფატალურ შედეგამდე მიიყვანს არაერთ ოჯახს გულისხმობ, როდესაც ოჯახში არ არის არც ელექტროენერგიის შესაძლებლობა, არც გაზია, არც წყალია და გუშინდელი შემთხვევაც და სამწუხაროდ ამას ასახავდა, ხო, არ ქონდათ არც ჩუქი, არც გაზი და ბუხარით თვებოდნენ და სამწუხაროდ ხის ნაგებობა დაიწვა. მე ვეთანხმები ზურაბ ჭიაბიროშვილს, ყველა ხელისუფლების პირობებში შეიძლება ეს ტრაგედია დატრიალდეს, რა თქმა უნდა, რომელიც ჭკუათყოფელი ადამიანი უნდა პოულოდეს საკუთარ თავში ძალას, რომ ვიღაცას მოუგოს აქ ნიშანი, მით უმეტეს, როდესაც ის შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ როდესაც ჩემთვის კინდვეულია განსაკუთრებით ყველაზე მხცოვანი დეპუტატი და ამას მინდა ხაზი გაუსვა 80 წლის ადამიანი ყოფილა ეს ბატონი რევაზ არველაძე. გამოდიხარ და ამბობ, რომ ქვეყანაში არ შიმშილოს ბავშვი და ამისი არ მჯერაო, რას ნიშნავს, რას მივაწეროთ ეს განცხადება თუ არა უზნეობას. რა ძალა გაიძულებს, რა შინაგანი ძალა გაიძულებს, რომ თქვა ასეთი რამ თან მომღიმარი სახით. და მტევე პირველი სიუჟეტში სწორედ ის მოვისმინეთ, რაც უკვე გარდაცვლილი დედისგან, რომ შიერი იძინებს, ჩემი 4 ბავშვიო, ხო? მაგრამ ესეც უარ მომხდარიყო, ეს აღიდეც არ დატრიალებულიყო, ხო ვიცი? შენობა ოჯახ აშენებულო, რომ ქვეყანაში შიმშილობს ყოველი მეხუთე ბავშვი, ხო? ამიტომ გინდა მხცოვანი, დღეს დავწუნდი საბოლოოდ, ყველაზე მხცოვანი და ყველაზე ახალგაზრდა ქართული ოცნების დეპუტაციის წარმომადგენლები ზუსტად ისეთივე მანძილით არიან ზნეობისგან დაშორებული, როგორც არ ვიცი მე მაგალითად ანდრიო ხანაშვილი და ეს ბატონი რეზო არველაძე. რა კავშირშიაო ხანძარიო და რა კავშირშია სიღარიბეო. იმ კავშირშია დინარაძემ გააკეთა ეს განცხადება, რომ როდესაც ქვეყანაში კეთილდღეობა მატულობს, როდესაც მატერიალური სიდუქჭირი არ არის იმ ხარისხის და იმ მასშტაბის, ასეთი ფატალური შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ხომ? მაგრამ მინდა ახლა მთავარ სათქმეზე გადავიდე, ეკა. ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება დღეს, რომ სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება, არ გვაქვს სამი შესაძლებლობა და ეს გულწრფელობა ბიზნესში ზუსტად დაუფასოთ. როდესაც მან თქვა, რომ აქ ვერაფერს ვერ შეგიქმნით, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ვარ, სამუშაო ადგილები იქნება მოგიზრდოთ საზღვარგარეთ. არადა ყველა შესაძლებლობა არის იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გაცილებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე დღეს გვაქვს. და რატომ არ არის? მე ხა ვეცდები ძალიან მოკლე ექსკურსი გავაკეთო და საუბრობ თქვენს აუდიტორიას რატომ არ არის. ერთი, იმიტომ არ არის, რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენლად მაღალი მასშტაბის კორუფცია, წარმოუდგენლად მაღალი დონის ფულის გაფლანგვა და ინვესტიციების დონე შემცირებული უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით. აი მაგალითისთვის გეტყვით რა, ქართული ოცნების და ეს მონაცემები არის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართულ ბიუროკრატიაზე იხარჯება 525 მილიონი ლარით მეტი. ანუ თუ კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ბიუროკრატიაზე ხარჯავდა მილიარდ ლარს და ჩემი აზრით იქაც შეიძლებოდა ოპტიმიზაცია და კიდევ უფრო შემცირება, დღეს ხარჯავს ბიზინა ივანიშვილის ბიუროკრატია ხოლო სახელმწიფო ფონდზე 1,525 მილიონ ლარს და აქ ხაზი მინდა გაუსვა, არ შედის სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ვინაიდან ჩვენ ამ მონაცემებზე წვდომა არ გვაქვს და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ზუსტად ვერ გავიგებთ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული. ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანი არის გაფორმებული სიპებში და აიპებში. ეს ის ხალხია, ვინც სამსახურებშიც კი არ დადის. წარმოიდგინეთ 525 მილიონი ლარი ყოველწლიურად, 525 მილიონი ლარი ყოველწლიურად მეც ახარჯავს ბიზნესის საკუთარ ადამიანებს და როდესაც საჭიროება პოლიტიკური ოპონენტებს უსწორდებიან. აი ყოველწლიურად ხო გადაიანგარიშეთ ეხლა 8 წლის განმავლობაში 525 მილიონი ლარი. დღესვე შეიძლება, ხვალვე შეიძლება პენსიონერებს 50 ლარით გაუზარდო პენსია და ამისათვის 450 მილიონი ლარია საჭირო, მაგრამ არ აკეთებს ამას არ აკეთებს. ფული არის, ნება არ არის. აი აგერ მაქვს მაგალითად მონაცემები სახელმწიფო შესრულების სააგენტოს.
აი ამ ბეჭდს საგანგებოდ მოვემზადეთ, ხო? აი ამ 8 წლის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის ბიუროკრატიამ, აი ამ ადიუტანტებმა 250 მილიონი ლარი დახარჯეს კერძო ავტომობილებზე და აქ არ შედის ტექნიკური ავტომობილები, სასწრაფო დახმარების, სახალხო მანქანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და 50 მილიონი ლარი სარესტორნო ხარჯზე. და როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიზახდით, რომ შენ წლის განმავლობაში რესტორნებში ხარჯავ 7, 6, 8 მილიონს, რა არგუმენტი ქონდა ქართულ ოცნებას ისინი ამბობდნენ, კარგით რა, როდესაც დელეგაცია ჩამოდის უცხო ქვეყნის ინვესტორებით დაკომპლექტებული რესტორანში, ხომ უნდა წავიყვანო და შედეგად რა მივიღეთ? თუ მართლა ინვესტორები დაყავდათ რესტორანში 50% არის შემცირებული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, ხო? უცხო ქვეყნებიდან რეალურად არ შემოედინება არანაირი ინვესტიცია და განადგურებულია საინვესტიციო კლიმატი. მეორე არგუმენტი რა ქონდათ, ეკა შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლები კორპუსის და დელეგაციები ჩამოდიან და რას მეუბნებით, ეხლა თქვენ ოპოზიციაში რო ხარ, ყოველთვის რატო ხარ ჩასაფრებული რესტორანში დამყავს და არ წავიყვანო, სტუმარს მასპინძლობა არ გამოვიჩინო და შედეგად რა მიიღო ქართულმა ოცნებამ დღეს ყველანი დგანან და ამბობენ რომ გაძღოტავებული ფინანსურად ოპოზიცია შეცდომაში შეყავს მთელი საერთაშორისო თავისუფალი სამყარო. მას რა გამოდის? აი ამ მონაცემებითაც ჩანს რომ ეს ადამიანები საკუთარი სტომაკის ამოვსებისთვის დადიოდნენ და ხარჯავდნენ ამ მილიონებს. ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო ძალიან მოკლედ მონაცემები, რომელიც ამოვიღეს სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდიდან ოფიციალური. 2018 წელს კერძო სექტორში დაიკარგა 53,000 სამუშაო ადგილი. 53,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა კერძო სექტორში. ანუ იმ სექტორში, სადაც პოლიტიკური გავლენისგან, ამ ოლიგარქისგან მაქსიმალურად თავისუფლები იყვნენ, ხალხი და არ იყვნენ დამოკიდებული მეტნაკლებად ვინაიდან ისინი საჯარო მოხელეებს არ წარმოადგენდნენ. და პარალელურად რა ხდება? ხო, მხოლოდ შტატით 10,000-ით მეტი ადამიანი ყავთ გაფორმებული და შტატგარეშე რამდენია კაცმა არ იცის, დაახლოებით 50,000-ია, ხო? და ამ 54,000-დან ეხლა ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი გაიქცა ამ ქვეყნიდან, რამდენი ადამიანი გაიქცა ქვეყნის გარეთ თუ საკუთარი ოჯახის წევრები გამოყვებოს, ხო? და რატო გარბიან და გეტყვით აი აქ ეროვნული ბანკის მონაცემები ოფიციალური ამოვიგეთ. პირდაპირ უთხრა რომ გაიქეცითო და ეხლა ვისაც შესაძლებლობა ექნება წავა. აი იქამდე მივდივარ ეკა. თუ მანამ ხელისუფლების თუ ამოცანა უნდა იყოს რომ დააკავოს ხალხი ქვეყანაში, მათ სამუშაო ადგილებს შეუქმნას და პერსპექტივა შეუქმნას, რაც მთავარია, ივანიშვილი პირდაპირ იძახის რომ 10-20 წლის 10 წლეულების განმავლობაშია მან თქვენ კიდე ერთხელ უსმენდი ამ ჩანაწერს ხო, რაც ჩვენ კი ბატონო, ხო, მაგრამ აი ზუსტად მისი ჩვენ სამუშაო ადგილებსა და ამიტომ წადით თავს უშველეთო. კი ბატონო, ზუსტად მისი დამცინავი ინიციატივის საპასუხოდ მე მომყავს კონკრეტული ფაქტები თუ სად იფლანგება ფული და როგორ მუშაობს ქართული ეკონომიკა მის სასარგებლოდ და არა ხალხის სასარგებლოდ. აი ეს მონაცემები ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან აქვს ამოღებული. დღეს მდგომარეობით ვიდრე ხა ჩვენ საუბრობთ, საქართველოში 1,800,000 ადამიანი არის საბანკო კრედიტის ქვეშ. ნორმალურ ქვეყანაში მე სიამოვნებით ვიტყოდი რომ ქვეყანაში 1,800,000 მოქალაქე სარგებლობს საბანკო სესხით, ვინაიდან წესით და რიგით, ხო, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ეკონომიკა მუშაობს, ბანკიდან აღებული სესხი დამეთანხმებით უნდა გულისხმობდეს შენი ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ხო? და აი ამ სტატისტიკით 66%-ია წარმოიდგინეთ 1,800,000 მოქალაქეს აქვს საბანკო კრედიტი, ანუ ეს გამოდის მოსახლეობის 66%-ს აქვს კრედიტი და აქედან ამავე ბანკის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 450,000 მოქალაქე არის გადახდის უნარო. ანუ ნიშნავს რომ 450,000 ადამიანს აღარ აქვს შესაძლებლობა მოემსახუროს საკუთარ კრედიტს, რომელიც მან აიღო ამა თუ იმ ბანკში. და ამ 450,000 ადამიანთაგან ხო უკვე 270,000 ადამიანი არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რაც ნიშნავს რომ 270,000 საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, რაც კი მას აბადია, მოძრავი თუ უძრავი ქონება და მიმდინარეობს იძულებითი
საასრულო მოქმედებები მის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში აისახება იძულებითი აუქციონის წესით, მათი არ ვიცი ყველაფერი ქონების იძულებითი წესით რეალიზაციას. და ეს ხალხი, რომელიც ამ ქვეყნიდან თავქუთ მოგლეჯილი გარბის, რატომ გარბის? ეკა, იმიტომ კი არ გარბის, რომ ეზიაროს საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების სტანდარტს. არა, სამწუხაროდ ისინი გარბიან, რომ იქნებ რაიმე შავი სამუშაო იშოვონ და გადაარჩინონ საკუთარი სახლები გაყიდვას, ხომ? დიახაც შეიძლება ეხა ბევრი მისმეს თქვენ აუდიტორიას გულისხმობთ თქვას კარგი რა ეხა მე რა მელია ხარ ეხა ოპოზიციაში ხარ და თქვენ დროს არ უხინდა თქვენ დროს არ უჭირდა ხალხს არა რა თქმა უნდა როგორ არ უჭირდა მაგრამ ყველა პარამეტრები ყველა ეკონომიკური მონაცემები იმას მიანიშნებდა რომ წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა ნელა მაგრამ უმჯობესდებოდა 4ჯერ ეკონომიკა გაიზარდა 10ჯერ ბიუჯეტი გაყინული პენსიებიდან 11ჯერ პენსია გაიზარდა და არ ვიცი რა ძირითადი ინფრასტრუქტურის პრობლემებიც მოგვარდა ხო მაგრამ რატომ არ შეგიძლია შენ გააკეთო იგივე, როდესაც ხარ მით უმეტეს მილიარდერი ადამიანი? რატომ არ შეგიძლია შენ ელემენტარული პირობები შეუქმნა შენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ამ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 800,000 ადამიანი არ გაიქცეს თავქუთმოგლეჯილი ამ ქვეყნიდან, ხახნო? 800,000 გარბის, ხო? ეხა მე ვიყავი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი და ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული იყო ბევრი, მაგრამ ეს ბევრი იყო 150,000 საქართველოს მოქალაქე. დღეს არის 270,000 ადამიანი, 120,000 მეტი არის ყადაღის ქვეშ. და კიდევ აი მაგალითად ეხა არ შემიძლია ესეც არ ვთქვა. მთელი აი ამ 8 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ინფლაცია 2012 წელთან შედარებით დღეს გადმოსახედიდან 24%-ით არის გაზრდილი. მაგრამ სამოხმარებო პროდუქტებს გულისხმობ, ეკა? სამოხმარებო პროდუქტებს, რომელსაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ. მაგრამ აქ უნდა ითქვას, რომ ეს 24% საიდან არის დაანგარიშები, საიდან არის ეს პროცენტი გამოყვანილი 269 სხვადასხვა სახის პროდუქტებიდან. ეს არის ასევე საქსტატის ინფორმაცია. მაგრამ ძირითად პროდუქტებზე 24%-ით კი არ არის ფასები ცაში ავარდნილი. მაგალითისთვის გეტყვით, აი საწვავზე 16%-ით გაიზარდა აი მილიარდერი ადამიანის პირობებში. ქათმის ხორცზე 34%-ით. კარტოფილზე 56%. ბუნებრივია ქათმის ბარკალი და 1 ლარი საწავი და წაღებული 1 ლარი მახსენდება. შემოსავალი განკარგვადი ოჯახებს შემოსავალი განკარგვადი, როდესაც რჩება იგივე და როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში 75%-ით არის გაუფასურებული და როდესაც ინფლაცია არის წარმოუდგენლად მაღალი, ხო და ფასები აი ესე ცაში არის ავარდნილი, ბუნებრივია პრაქტიკულად შიმშილის პირასახარ მისული და მედიკამენტებზე აი ამ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 71%-ით არის გაზრდილი და მე მინდა ეხა სანამ თქვენ ჩაგერთვებოდით ეკა ერთ საუბრობდით რა რამდენიმე საათი წინ ჩვენ აქ პარტიაში თანამშრომლები და აღმოვაჩინე ესეთი ძალიან ცნობილი პრეპარატი, რომელიც ყოველდღიური პრაქტიკულად მოხმარების ანტიბიოტიკია, ფართო სპექტრს მოიცავს, ზურა ჭიაბერაშვილს ეწოდინება როცეფინი. აი თანამშრომელია, რომელსაც შეუძენია 5 ფლაკონი საკუთარი ოჯახის წევრისთვის და ვეთხოვე და თქვენი გადაცემის შემდეგ უნდა დაუბრუნო. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი, რომელიც 8 წლის წინ ღირდა 14 ლარი და მაშინ იაფი იყო და ეკიპები ძალიან ხშირად ამას უნიშნავდნენ, რომელიც ინიშნება, არ ვიცი, პრემონიის დროს, ყველა ინფექციური პათოლოგიის დროს, ხო და დღეს დიახ ძალიან ცნობილი ხა ვისაც ბევრს სტანდარტულ ვითარებებში მისი დანიშვნა ალბათ გამართლებული არ არის. გეუბნებით, წვავე, გასაგებია, მაგრამ გასაგებია, ხო, რამდენი გაიზარდა, მე არ ვიცი, მე წლების წინ ხმარობდი, როცა ვიხმარე როცეფინი, რამდენი გახდა ეხა ვიხარე ნიკა. აი მაგაზე 14 ლარი ღირდა, აი ეს ნათელი ილუსტრაცია უბრალოდ ერთი მედიკამენტის სახით და დღეს აი ხა თანამშრომელმა გადაიხადა 26 ლარი. კი ბატონო. დიახ, თითქმის 100%-იანი ზრდა არის. და ეს ადამიანები გამოდიან და არა მხოლოდ მაგ წამალზე, ძალიან ბევრ ამაზე, პირადად ეუბნებია, გამოდიან და მეცნიეს, იმიტომ რომ მეც წამლებს რომელსაც ხმარობდი, გაძვირდა თითქმის 2-ჯერ.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიცხოვროთ გაცილებით უკეთეს სახელმწიფოში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გვაქვს ამისი უნარი, მოიპოვება ამის ინტელექტუალური პოტენციალიც ქვეყანაში როგორც მინიმუმ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ხომ უნდა იყოს. ეს იმედიც არ არსებობს. თქვენ რა გონიათ, ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამ ბიუროკრატიას ბერავს, საკუთარ მომხრეებს ნიშნავს მხოლოდ? ამდენ მომხრეს ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად ბუნებაში ვერ იპოვის ამ ქვეყანაში, რესპუბლიკაში, ქვეყანაში, მაგრამ რას აკეთებს? ქართული ოცნებისა და თითქოს დასაქმებული ადამიანის ურთიერთობა არის იმაზე შეურაცხყოფელი, ვიდრე თქვენ წამოგვიდგენია. ისეთ ადამიანებს აიძულებს და ნიშნავს თანამდებობებზე ან უბრალოდ აფორმებს, რომელიც შეიძლება არ იყოს მისი მომხრე, მაგრამ მე აიძულებს, რომ დამიჭირებ ხარი მე წინააღმდეგ შემთხვევაში მე შენ გაგათავისუფლებ. თუმცა უნდა ითქვას, რომ არ არიან ეს ხალხი ბიუროკრატიაში ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, ხახნო, და სწორედ ამიტომ ნერვიულობს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის გამო ყველაზე მეტად ჩემის აზრით, რომ აღარ იარსებებს როგორც ასეთი მეორე ტური. თქვენ გახსოვთ 2018 წელს პირველ ტურში ძალიან ბევრმა საჯარო მოხელემ ღირსეულმა 10,000 საჯარო მოხელემ მარტივად რო თქვა და მოატყვილა ბიძინა ივანიშვილი. ანუ მათ გადაწყვიტეს რომ მომატყვილე ბიძინა, მოგატყვილება ხა და მოატყვილეს. და შეგახსენებთ მეორე ტურამდე ასობით საკუთარი კომისიის თავმჯდომარეები და წევრებიც კი შეცვალეს უნდობლობის გამო. და მე რაღაცა საერთო სამაგიდო სია აიღეს CSKO-დან უკანონო და დაყნენ ოჯახ და ასე მიიყვანეს ძალდატანებით და პროპორციული არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ჩემის გმაწვენით რა არის იცით ეკა მეორე ტური არ არსებობს რაც ხელიდან აცლის ზეწოლის ბერკეტებს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ არავინ არ თქვას და ამით დავასრულებ, რომ ჩვენთან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გვიწევს ჩვენ არსებობა, არ არის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად უკეთესად ცხოვრობდეთ და ბედნიერები ვიყოთ და მართლაც დასანანი ის არის, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე შეზღუდული თქვენს თქვენს მაყურებელს რაც კი გვაქვს არის დრო, ვერ ცხოვრობთ ეს 100 წელი. ძალიან გვინდა რომ ვიცხოვროთ 100 წელი, 120 წელი, მაგრამ ხომ შეიძლება რომ მოვესწროთ მოესწროს ჩვენი შვილები უფროსი თაობა, შეიძლება და აუცილებლად მოესწრება. თუ კი ჩვენ შევდგებით ქვეყნის განვითარების ლიანდაგზე, ორივე ლიანდაგზე და არა ერთზე, ხახნო, ეს დადასტურებულია იმ წლების განმავლობაში, რომ თურმე შეიძლება წუმპედან ამოხვიდე და იყო ხელით საჩვენებელი. კი, ნიკა, აბსოლუტურად, ანუ ძალიან საინტერესო გამოსვლა ქონდა, ძალიან დიდი მადლობა და მართლაც ეს სიარო სწრაფი გარღვევა. სწრაფი წარმატება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი გამოსავალი და აი ის რაზედაც კიდევ ერთხელ დავაანონსებ ჩვენ სტუმრებს ვთქვათ გიორგი ხვედელიანიც ილაპარაკებს გზები როგორ შეიძლება ხო კრიზისიდან გამოვიდეთ არსებობს სწრაფი გზები ამის დრო არ აგვაქვს რომ შევიდეთ ამის დრო როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს და დამეთანხმება იქ ზურა ჭიაბერაშვილი ხახნო კორუფციის აღმოფხრით რომელიც არ ვიცია ჭერიც არ გვიავს, კერი არ გვია როგორც გინდათ. კორუფციის აღმოფხვით, სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ხომ შესაძლებელია ეს ყველაფერი და ბიუროკრატიის შემცირებით. ბიუროკრატიის შემცირებას, როდესაც ვამბობთ, ხალხო გულისხმობთ, რომ საერთოდ რო არ დადიხარ 10,000 ადამიანი და ქართულ ოცნებას ემსახურები არ უნდა იყო. თუ რამე ბიუროკრატიის წარმომადგენელი, თუ რამე შნო გაქვს, წადი კერძო სამსახურში და ეს სახელმწიფომ უნდა შეგიკვრას. ეს შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს 54,000 ადამიანი კერძო სამსახური და ვითომც არაფერი ისე გაქრა და ნახევარმა საერთოდ ქვეყანაც დატოვა და იზრდება ასტრონომიულად საჯარო მოხელეთა რაოდენობა ასე რომელი ეკონომიკა გაუძლებს ხახნო ვერანაირად ამიტომ გამოსავალი არის მარტივი საკუთარ სინდისთან ვიყოთ მართლები კასმდგარ არჩევნებზე და საარჩევნო დღეს საკუთარი თავის ფასი ვიცოდეთ და ჩუტყი ჩვენ ვიპოვით ძალას და საკუთარ თავს შევაგონებთ რომ აი ჩემი ერთი ხმა იქნება უმნიშვნელოვანესი ჩემთვისაც ჩემი მშობლებისთვისაც ჩემი შვილებისთვის და ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქისთვის მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვგივა და მე ვფიქრობ რომ ეს აზრი მომწიფდა ჩვენს ქვეყანაში კიდე რაც თავარია სწორედ ეს იდეა განვითარების იდეა და რომ ის შეგვიძლია ის რწმენა მომავლის რწმენა არის მომავლის წესის დაბრუნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეზო არველაძე საბჭოთა კავშირიდან ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირი დაინგრა მაგრამ ვაღიაროთ ჩვენ კვლავ ვართ პოსტსაბჭოთა ეპოქაში
აი შუაში ვართ და ბატონი არველაძეს ნაირი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლება წარმოადგენენ, განასაპენსიონიფიკაცია არის იმ რა ვიცი მე იმ წყობის საბჭოთა კავშირის, ანუ ფანტომია მტკინვეული წარსულიდან. ჩვენ ვართ შუაში და ჩვენ ესეთი ხალხი გვეკაჩება უკან რესტავრირებულ საბჭოთა კავშირში, რაც დეკლარირებული აქვს პუტინს და არაფხო დეკლარირებული ქმედებებზეც არის გადასული. ან გვაქვს მეორე არჩევანი, ვიაროთ პროგრესისკენ, ვიაროთ ცივილიზაციისკენ და ასეთი ადამიანები, ბატონი რეზო არველაძეს ნაირი ადამიანები, რომლებიც მენტალობით არიან ცუდი გაგებით, საბჭოთა ადამიანები ხელს უშლიან ამ ქვეყნის განვითარებას და ამუხუჭებენ ქვეყნის პროგრესს. კი ბატონო, ნიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. სურა.